EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. დოკუმენტის სახელწოდებაა საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა. მისი მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. რეზოლუციის პროექტის თანახმად EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეა ქართულ ოცნებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა ის ქართველი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ და გააუქმოს ყველა ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც ფუნდამენტურ თავისუფლებებს ზღუდავს. EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებას, კერძოდ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რომლებიც მკვეთრად ზღუდავს გაერთიანების, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს. შეშფოთებული ადმინისტრაციული რესურსების სისტემური გამოყენებისა და ინსტიტუციური ძალაუფლების კონსოლიდაციის გამო, რაც არათანაბარ გარემოს ქმნის, არყევს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის მიმართ და ქმნის დე-ფაქტო ერთპარტიულ მმართველობას. გმობს პოლიტიკური ოპოზიციის წევრების, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურ დაკავებებს და შევიწროებას, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს მხარს უჭერენ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის მექანიზმებისთვის ძირის გამოთხრა და EUTHO-ს წინაშე აღებული ვალდებულებებიდან გადახვევა საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ პირდაპირ საფრთხეს უქმნის. ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი საარჩევნო შედეგის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების დაცვაზე. ვიდრე რეზოლუციის პროექტს მხარს დაუჭერდნენ, მანამდე EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის 33 ყოველწლიური სესიის ფარგლებში საქართველოს შესახებ კომიტეტზე იმსჯელეს. სიტყვით გამოვიდა კონგრესმენი ჯო უილსონი. სამწუხაროდ საქართველოს რესპუბლიკა განიცდის სასამართლო დამოუკიდებლობის სწრაფ კოლაფსს, სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას და სახელმწიფო ძალაუფლების ძალადობით ბოროტად გამოყენებას. ეს ყველაფერი კი არის სწრაფი ტოტალიტარული შემოbrunების ნიშნები. 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების ფაქტობრივად ყველას მიერ შეფასდა გაყალბებულად. ოლიგარქი ივანიშვილი ემსახურება ომის დამნაშავე პუტინის ინტერესებს არჩევნებში ჩარევით. დემოკრატიული უკუსვა ქმნის შესაძლებლობებს რუსეთისთვის, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანისთვის. რეზოლუციის პროექტის მიღებამდე სიტყვის უფლებით ისარგებლეს კომიტეტზე მყოფმა ოცნების წარმომადგენლებმა. ლევან მახაშვილმა თქვა, რომ დოკუმენტის დიდი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს ძება, რის გამოც მისი თქმით პარტნიორების მხრიდან რეზოლუციის სრულად უარყოფა პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნებოდა. იგივე რიტორიკა გაიმეორა ხალხის ძალის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა, თუმცა მათი წინადადებები არ გაითვალისწინეს. ღრმა შეშფოთებას იწვევს EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი დელეგატის მიერ გამოვლენილი აკვიატებული დამოკიდებულება, რომელიც მხატვრულ ლიტერატურაში აღწერილ შეთქმულების თეორიების მიმდევარს მოგვაგონებს. ბატონი ჯო უილსონის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის გაცნობის შემდეგ ამ დასკვნის გაკეთებისგან თავის შეკავება შეუძლებელია. ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი ფარას კანონი. ბატონო თავმჯდომარე, ცალკეული სწორებები ვერ გამოასწორებს იმ ფუნდამენტურ და შინაარსობრივ ნაკლოვანებებს, რომლებიც მთელ დოკუმენტს გასდევს. რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს ძდება. ამიტომ ყველაზე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნებოდა ამ რეზოლუციის სრულად უარყოფა. საქართველოში არსებულ ვითარებაზე მსჯელობისას გაჟღერდა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის სახელი და გვარი. მის შესახებ ბრიტანელმა დელეგატმა ისაუბრა. გასულ კვირას მე შეხვდი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ჟურნალისტს. ის არის მზია ამაღლობელის კოლეგა, რომელიც პირველი ქართველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც დააპატიმრეს ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მისი გათავისუფლება იგეგმება 2027 წლის იანვრისთვის. მას აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, სრული დაბრმავების რისკი. მისი შემთხვევა არის მედიის შეზღუდვის მაგალითი. რეზოლუციის პროექტის თანახმად EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეა თავის წევრებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს უარი თქვან საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი იმ არჩევნების შედეგების აღიარებაზე, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არ არის მიჩნეული თავისუფლად, სამართლიანად და დემოკრატიულად. ამასთანავე ასამბლეა მოუწოდებს მათ ყურადღებით დააკვირდნენ საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას და კვლავაც განაგრძონ ქართველი ხალხის მხარდაჭერა დემოკრატიული ღირებულებებისკენ სწრაფვაში.